დილა მშვიდობის როგორ ხართ? პირველ რიგში მინდა რომ შობა მოგილოცოთ, ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული, აი განსაკუთრებით რაღაცნაირი არის და აი რა ვერ იტყვი ისეთი და მინდა რომ მოგილოცოთ. ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა მესენჯერში მომწერეთ და ჯერ არ გამიხსნია, იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებდი და არ მე მეკარგება ხოლმე მესიჯი და ერთიანად გავხსნი მე რომ გიპასუხოთ. ეხლა ხან ავდექი 1:20 წუთია. რომელია? 10 დაიწყო? ხო. 10 წუთია. დაბლა ვიყავი სარიცხით შევყარე. და ალაშემდა მიტოვა ხორცი მოსახარშად მოხარშეო და ეხა მეზარება ჩასვლა არა და ეს არის შეიძლება მოსაქაფი იყოს. ჯერ არ იქნება დიდი ქვებით არის რა და თქო დაატყუდეს. გაგიკვირდებათ რა დგა. რავი არ ვიცი გაგიკვირდება თუ არა, მაგრამ ისე დგა. ღორის კანჭები. იცით როგორ მიყვარს. ხო და ეგად გარა და ისა მოვქაფო, არა მგონია ჯერ იყოს ერთი რავი. 10 წუთია დგა და ჯერ არ ადღუდებოდა. სარიცხით შევყარე. სანამ წავალ სავარაუდოდ ერთ პირსაც მოვასწრებ. იქ სანამ წავლა ქვია. ალილოზე. ერთ პირსაც მოვასწრებ და დავფენ. ადრე ესე ვამბობდი რა წინა წელს მე მგონი რა რაღაცა ვიდეო ჩავწერე სანამ გავიდოდი და რაღაცა ესეთი იმაზე და ეგ დამიწერეს ჯერ ზოგადად ხო რაღაცას რო ვიდეოს წერ ხოლმე ვიღაცა არ არსებობს ცუდს გააკეთებ თუ კარგს გააკეთებ ვიღაცა მაინც ჩანს რომელიც ზოგი ჩიჩხინებს რა ხო და ესაო რა ქვია არ შეიძლებაო დღევანდელ დღეს უარაფერს ვაკეთებ. და რატო გააკეთე მაშინ გარიციო? ხო და დღევანდელ დღეს რო ადგებით ხალხო, არც პირი დაიბანოთ. ეგეთებმა რა. არც აი მგლებივით რო ავდგებით საწოლიდან, ეგევე მგლებივით დავაღამოთ. იმიტომ რომ არ შეიძლება არაფერს გაკეთეთ. ვინ გითხრა? არის ხოლმე ხო არის მაგალითად დღე, როდესაც რაღაცა დღესასწაულია და აი ძველმა ხალხმა იციან რომ კვირას არაფერი არ შეიძლება რომ გაკეთდეს შაბათს და კვირას. ანუ მიწაც არ უნდა გადაბრუნდესო რაღაცა. ანუ კი ის არის რა ქვია რას ეძახიან მაგას? რა დღეს ეძახიან? რო არაფერი არ კეთდება. დამავე ენის წვერზე მადგა ბაბურას ეძახდა. ხო, მოკლედ, რაც მე თუ გამახსენდება ვიტყვი. უქმე, ვერა თქვი. ხო და. არა ხახო, მაგ დღეს წავალ ეკლესიაში სიტყვაზე და ესწრები ლოცვას, წირვას, სახში რომ მოხვალ, გინდა ის მიწა აიღე და მეზობელთან გადაიტანე. ანუ უქმე, იმიტომ გიცხადებენ და იმიტომ დაწესდა უქმეთ, რომ არაფერი გააკეთო შენ, რომ არაფერმა შეგიშალოს ხელი ტაძარში წასვლაზე. უქმე იმიტომ კი არ გითხრას რომ მიწა არ გაატოქო. არა. ეგ არის უკუღმართული წესი. უკუღმართ. ეხლა უნდა მოვნახოთ თბილი ტანსაცმელი. ამინდი იდეალური გამოდის, არ ვიცი ჯერ არ ეტყობა მზე აქ ტერიტორიაზე, მაგრამ გარეთ უკვე მოყვითლებულია ალაგ-ალაგ მზის სხივებისგან. ხო და დათბება რა. ან ცივი არ იქნება შარშან ცივი ამინდი იყო. თავიდან რო დავიწყეთ აქ შევხვდი ავადმყოფოსთან მახსოვს ეგ მომენტი. მაგრამ მზე არ იყო, მღრუბლული იყო და რაღაცნაირი აი ცივი ნამივით იყო რაღაცა რა და ეხლა ძალიან ის არის. თუმცა დღევანდელ დღეს როცა ალილოს დადიხარ ხოლმე უხდება თოვლი რა თქმა უნდა. ერთადერთი დღე რომელსაც თოვლს გამართლებულად მიმაჩნია.
რაც შეეხება წონაზე მკითხეს რამდენიმე დღის წინ წონაზე და წონა მაქვს კიდე დაკლებული 60 ესე იგი რომ 74-დან დავიწყე ბრძოლა ჩავიდოდი ეხლა ვარ 70 და რაღაცეები ამ 70-ს ვერ ჩამოვცდი თუმცა დაკლებული მაქვს კიდე და რავი ხათო წესით რო ზემოთ და ვიდიო და ჩქვებოდ ჩამოვიდი ხო მოდი ჩავიდეთ დაბლა ვნახოთ ჩემი მოკაფული თუ მოსაკაფი ხო ისა ხორცი და ისე ეს სამცხელი იქნება აქ დავდგავ ძალიან კაფკაფი წამოწვა ჩავიდეთ და მოვიდეთ აი მზე აი ბავშვები შემოლამაზო აი მე რა ლამაზია ბა მომხედებს ერთიც აი მე რა ლამაზია ეს გაწეწილი და იკნავლე რა გიხვეწე შენი ხმა გამაგონე ბუერა შენი ხმა გამაგონე რა ბუერა იცი რა სასაცილოთა კნავის აი ცივა საკმაოდ გუშინ ვიდეო არ იყო და გეტყვით რატომაც არ იყო იმედია არა მოვასწარი თუმცა ეს ერთი ჩამოსვლა არ ეყოფა აი ისეთი პროცესი არის რომ აქ უნდა ვიდგე მაგრამ აქ რო ვიდგე ცივა ამიტომ ჩამოვალ ერთ-ორ წუთში კიდე ჯერეს მოვაცილო აი მე გუშინ გაზი გავხეხე და უეჭველი უნდა მოვწუყო ხელში დავიჭერი მას რა ქვია ხორე ხელი ახალი წლის გაზი გავხეხე ეხლა ანუ ახალ წელს რომ ის იყო საგიჟე და დაგსვაც თქვენ ვიწავით მიცადე აბა გადაცვიდეთ ასე ესე ხელში დავჭერ თორე ესე რომ გადავიტანო იმ გაზს მოვზმკლავ ისე გუშინ გავხეხე და ლაშას მოვატანე რაღაცა სახეხი ანუ სახეხი რა სითხე მისასხურებელი რო ხეხავდი და მივხვდი რომ ცუდად ვიყავი რაღაც ვერ ვიყავ მე მივხვდი რომ ქალა ჩართე გამწოვი რომ თელი მა შენასუნთქავი რაღაცა ქიმიურს კი ნაფეხები ავპლაკვე ეს არის ყოფას ხავხდი რომ ეს არ გადმომივიდეს ჯეკი არ გადმო ну მოკლედ 1-2 წუთი არაფერი არ იქნება ხარშვაში რომ წავა ანუ რომ მოიქაფება მე უნდა უყოს 2 ან 3 საწოხველი 2 ან 3 კვილი მიორი ხახვი დაფნა და აი ეს პილპილის მარცვლები როა თუ ბახარს რო ეძახია ეგ აჰა თქვენ მოპირქვავდით ეხლა გიშველით ხალხო ამას აქ დავდგავ იმედია კატა არ ამოვა და არ მოპირქვავებს საიქ სეკოს ცოტა ჩავწიოთ თორე აი ასე მოიცა კარიერია მაქვს და ტოვილი იმიტომ რომ ისა ოშთქი ხო გროვდება ხოლმე და კატაც არ შევა იმიტომ რომ არსად არაფერი არ მიდევ ისეთი რომ კატას დააინტერესოს სად არის ჯვარი აი აქ ვიყო ეხლა მაიკოსმა მივწერო ნინო რომელ საათზე გავუმზადო რომელ საათზე წაიყვანე ხო ეხა ესა ვქნათ ერთხელ ლაშამ დამიტოვა
ხორცი ესე მოსაკაფად რა, მოსახარშად. საქონლის ხორცი იყო და ну მოკლედ ხაშლამა უნდა გამეკეთებინა მარტო შემცივდა და ეს რომ მოვიფარო რა თეთრი ბიჭი გამდევს რა ეგრა ეგის კაბა შენ რომ აგრა აუთო დაიცამ ნახო გახსოვთ სკოლაში ამას რო აკეთებდით ხო ა ბ გ დ არ გეტყვით ზ გამოვიდა უკვე მიდიხარ თბილად ჩაიცვი რომ იქიდანვე მოგვიწევ შენ სიარული და გაუთო ერთი და მოვალ მალე მოვედი ერთ წუთში ხო და რა საყვებოდი ლაშა ის მიქნა მეთქი მოხარშეო რა არ მახსოვს სუფრა უნდა ყოფილიყო რამე თუ რაღაცა ზიარა ვარ არ მახსოვს და წელი მოვიხურე შემცივ და გარეთ ამის გარეშე არ შეიძლება ჩასვლა აი არ არსებობს აჰა დაბლა რო არ ჩამივარდეს ავიკეთე ხო და გამაფრთხილა რომ არ ჩაგეკაფოსო რა ესაო სუფთად უნდა მივიტანოთო სუფრაზეო ხაშლამა იცი რას ვაკეთებთ ხოლმე საქონლის ხორცი რო იხარშება ხოლმე აი ცხიმიანი ცრუა ხოლმე და რაღაცა ესე მარილში და ამ ყველაფერში აწეღან ჩამოვთვალე მე ბოლოსკე აი უკვე რო თითქმის მზად არის საქონლის ხორცი ვამატებთ ხოლმე დიდ კარტოფილებს გაფრცხვილს და ამასთან ერთად იხარშება ხოლმე და მე დიდ იმაზე სინზე თუ რაცა ქვია თეფზე ლანგარზე რავი ხორცს შუაში ვალაგებთ ხოლმე ეს დაჭრილ ხორცს ცხელ-ცხელს აი ინგალაციას რო იკეთებ იკეთსას ოხში ვარ უასდის და გარშემო არის დიდი კარტოფილი ძალიან გემრიელია მაგ წვენში მოხაშული კარტოფილი და ანუ ესე უნდა გაეკეთებინა და ჩამაბარა რა რომ გააკეთეო და მეთქი რა უნდა რა ეხა მაგას მასწავლი შენ ხო და რა ვიცი ხალხო რას ვაკეთებდი და ჩამეკაფო მოკაფო და მოვიწდა აი გამახსენდა უცბად აუ მანანა ხორცი მოსაკაფი და აუ ხადე კოჭზე დუღს ეს კაფები ხორცები აზუნკლული ამ კაფე აუ რა ვქნე ხო რა გავდა ჩავაქრე გაზი გადავასხი ეს წვენი გადავუარე და გავრეცხე ხორცი ცხელ წყლის გამდინარე წყალში გავრეცხე სათითაო ხორცი რომ ეს კაფი რო ჩაიკაფა ზეთხო ხონა მიკრული გულდასლით გავრეცხე მოკლედ ჩავყარე ისე ადუღებული წყალი დავასხი და გააგრძელა დუღილი ჩავყარე ეს ახალიდან სულ ყველაფერი ხო და ესესაა და მოვიდა ლაშა ხო და აი ხო იცი შორიდან რო უყურებ რა სიზას შევიდა კუხნაში გარეთა ვარ ახადა ქვაფს ხო და ის ხო იცით ყველაზე კაი თავდაცვა თავდასხმაო თუ რაღაცა მე ცხვირი მეფხანება სააკაშვილი ხო და მე დავასწარი ეხლა არა თქვა მეთქი რომ ჩაკაფულია რომ თელი რამდენი ხანია მეთქი რომ ერთი კაფი არ დამიტოვია სულ იმათ ვიღებ მეთქი და არა სუფთად არის კარგად არის შენივრად არის მოკაფული დავამატეთ კარტოფილისჭი შვენივრად მოიხარ დღემდე არ იცის თუ ამ ვიდეოს არ ანახავთ და თქვენ რომელივე არ ეტყვით ის გარეცხილი ხორცი იყო ეს რა ეხა გუშინდელი გუშინ ვიდეო არ ჩავწერი არა და თქვი რომ ყოველდღე ჩავწერ მეთქი ვიდეოს მაგრამ ხო იცი წინასწარ არ უნდა თქვა არაფერი გუშინ იყო დილით რომ მივედი სამსახურში ანუ ისეთ სიტუაცია რომ ანუ რა გავაკეთო მოდი გამოვიცვალოთ წავიდეთ იქავრობა და წკრიალი გუში ხო წინ ხო უნდა მემუშავა და არ მემუშავე და ორშაბათს დაუწკრიალებიათ მთელი ახალი წლის ნაუმარი იქავრობა და ანუ ზამზარეულზე მიველი დალაგებულ და სუფთავებულზე ხო და არც ისეთ საქმე არა ჩანდა რა და მოდი მეთქი წავიდეთ უკან მე მოგვიდა უფროსი ჯანი დაეწოს
ესაო დღეს უნდა გავაკეთოთო საშობაო ღვეძელები, გურულ ღვეძელები. ხობა მაიამ კვერცხი გაფრთხნა და მეთქი რა უნდა ეხლა ამ საშობაო ღვეძელს. პლუს ერთი ტორტი იყო, ანუ ის ძალიან ცოტა სიტუაცია იყო ნამცხვარი და ტორტები და ძირითადად გუშინ ვიყავით საშობაო ღვეძელზე გადართული. ერთი გამოცხობა რომ გამოვაცხეთ, ალბათ 2 ან 3 დაახლოებით 1 ცალზე ეტეოდა 6 თუ 7 ცალი ერთ დიდ სინზე რა, საკმაოდ დიდები იყო. ხო და უკვე შუა დღეს გადაცილებული იყო და ერთი გაიყიდა, მეორე, მესამე გაიყიდა და რო გადავხედე ხა 3 თუ 4 სინი გვაქვს მზად. ცომი გიყვარდეს ბლობათ არის. ხო და დედა არა ყვა, დედას ვეძახით უფროს. ხო და გადავწყვიტეთ რომ კოკი გადავწყვიტეთ რომ მოდიო ხა ამის გამოცხობას და გაყინვას და მე გაცხელებას და რაღაცას მოდი აღარ გამოვაცხოთ. ეს ჩვენით მივიღეთ გადაწყვეტილება და აი სადღაც 5 საათი რო გახდა ესე კარები არ გაჩერებულა, ღვეზელი, ეკი არა კოკი ცხობას ვერ ვასწრებდით ხალხნო, ცხობას ვერ ვასწრებდით ღვეზელების აი საგიჟე იყო. მე ხო ხა რაღაცას რო ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის ჭრის ხოლმე ნინო რო ჭამოთ და მე გავაკეთე ამ საშობაო ღვეზელში ჩავდე ლობიო ჩავდე და მასე მივირთვი ღვეზელის ფორმაში ლობიო, სახში ლობიო, ქვაბში ლობიო, ჩახარაკული მოხარშული ლობიო, აქ არის უკვე ამოსული და გუშინ შევიდათ მივირთვი კიდე ლობიო. 8 საათი იყო. არა, წესით 8-ზე იკეტება რა და მე ნენელა გამოდივართ ხოლმე. ხო და 8 საათი რო გახდა, კიდე შემოვიდნენ 9 15 წუთზე, 20 წუთზე ხალხი შემოვიდოდიო და კიდე და ბოლოს მე და მაიამ ვიკივლეთ, აღარ გაყიდოთ. 5 ცალი მე მინდოდა და მაიასაც უნდოდა რაღაცეები. ნინოსაც თავის მეზობელმა დაავალა, ნანუშკი შენი ძლივს წამოვიღეთ, თორე კიდევ გავყიდეთ ეგ შენი ღვეზელი. ხო რო გადავთვალეთ, ანუ ჩვენი სამყოფიღა იყო რა. და ისე იყო, რომ ვიღაცებს კიდე ჰქონდათ დარეკილი ნინოსთან, რომ გვინდაო და შეგვინახეო და ნინო მასი არ ინახავს ხოლმე, ანუ პირადად რო ურეკავენ, არ ინახავს, იმიტომ რომ იქ ჩვენ გვაქვს შეკვეთების ტელეფონის ნომერი არის, სადაც უნდა დარეკო, იმიტომ რომ ნინოს რო დაურეკავთ და ეტყვი, ნინო არ წერს არაფერს. იმიტომ არ წერს, რომ ავიწყდება მერე. ხო და მაგიტო დაწეს და ტელეფონი არის იქ. უნდა დარეკოთ იქ, უნდა ჩააწერინოთ იქ, ამიტომ იქ თუ არ ირეკება, ნინოსთან რომ მიწეროთ 99% ის შეკვეთა არ შეგისრულდებათ. ხო და ჩვენები რო გადავდეთ 5 ცალი დავიბევე მე იქ. მაგ 5 მიმაგ, გადავთვალე სახში 5 ვართ. ხო, კარგი, 5 ვართ. და ისა მაიამ რამდენი წაიღო, დაახლოებით 5 მაიამ წაიღო და ანუ აღარ არის რა გასაყიდი, ერთი კიდე შეიძლება რომ გაიყიდოს, ერთი. ხო და შემოვიდნენ უნდათ 2. ნინოს ვანიშნებ, არ გამიყიდო, თორე მოგაჭრი თავს, მეთქე. უფროს რა, მენდაცვალ. ხო და არა, წამოვიღე 5 ცალი. ეხა გუშინ გახდა, რომ წამოვიღე, მოვიტანე ქაფქაფი. ტრადიცია ხო არა, მეთქი ხა სურათს მაინც დავდებ მეთქი რა ამ კვერით, ხო იცით? ზოგადად არ მიყვარს ხოლმე სურათების დადება, აი ნაძვისხის სურათი, ნახე რა მაგარია, რაღაცა ფანჯარაში სანთელი. ყველას ეგუდევ რა, ისედაც და რავი რაღაც ლობიანების სურათები, მესენჯერში მოდენ და ლობიანი დამიმჟავდა ბარბარობას. ხო და ეხა მეთქი უნდა დავდო, ისა მაქვს მეთქი, ღვეზელი მაქვს მეთქი და დავდო. პირველად მქონდა ღვეზელი გუშინ. ხო და სანთელი აქ დავდით, ჩავედი გავაცხელე 3 ცალი. ამოვიტანე, მე კი ვიფიქრე ისთვის გისავქენი, რომ ამ დღეს ბიჭები წავიდნენ ტაძარში, ეხა ბარბარეც მიდის, რომ ანუ არ ჭამეს, რომ უნდა ეზიარნენ. ხო და ნინოც უნდა წასულიყო, მაგრამ ნინო მიდის დაბადების დღეზე და ანუ და მე და ნინო შევჭამეთ.
ეგეთი გემრიელი არ ვიცი, ანუ კივი ხა ყველი რასაც აქვს, ყველიც მიყვარს, მოხარშული კვერცხიც მიყვარს, ზომოდ მიყვარს, აი მაგრამ აი ზუსტად ვიცოდი რომ გემრიელი იყო, მაგრამ ეგეთი გემრიელი მართლა არ მეგონა, აი ხალხო, ვითომ სათითაოდ წამოვიღე და 1.5 მევჭამე. მიკუთვნოდა. ნინომაც გემრიელად მიირთვა, მე წავიდა დაწვა იძინა და მე მქონდა შეგრძნება რომ არაფერი მიჭამია, ისე მშიოდა და ჩემ თავს უთხარი. ადე ქალო რა გშია. ეხლა ერთი ტაფა გვეზელი გაქვს ნაჭამი. აი ეგრე წავედი მე და დავწეკი დავიძინე მშიერმა. არ ავტოვებ ხოლმე სანთელს, რო ანთია მაგ დროს რა და დიდი სანთელი იყო და რო შევხედე ვიფიქრე რომ ორი იყო დაწყებული 2.5 რომ რაღაცა კაი ფილმი კი გადიოდა და მაგრამ მეძინებოდა. ხო და მეთქი დაველოდები სანთლის ჩაწვას და დავწვევი და რომ მივხედე საათს 1 საათს მეთქი. სანთელს 1.5 კიდე იქნებოდა ცოტა მსხვილი კელაპტარი იყო და წაველი დავწიკ დავიძინე. ჯაქრა მერე დავიზინე. აჰა, ეს ძალიან ცხელია ჯერ. ესე იგი წავალ ხა მოვქაფავ კიდე. და არ ვიცი რომელ საათზე, სადღაც ალბათ 12-ისკე დაიწყებენ ანა პირველისთვის გამოსვლას და მაგ დროისთვის მინდა რომ მომზადებული ვიყო იმ ხრივ რო თბილად მეცვას გამზადებული და ოთახს ესე ვერ დავტოვებ საგიჟე ხდება ხალიჩაზე. წაველი ხა ბედნიერი შობა სულ ყველას ხალხო კიდევ და კიდევ გილოცავთ და ჩემთვის ძალიან რაღაცნაირი დღესასწაულია ეს. ბევრნაირად სასიხარო. აბა ჰე, მაგრად იყავით ყველას და ყველა და დაელოდეთ შობის სულელობის ვიდეოებს. ოღონდ იცი როგორ ვდებ ხოლმე რა წინაზეც გითხარით ანუ არ ვამონტაჟებ საერთოდ, სადაც წყვეტ ავეგი ავაბავ და ვუშვებ. რაც ხდება იმას, ანუ არაფერს არ ვამონტაჟებ და მე სულ ბოლოს პატარა კოლაჟს ვაკეთებ ხოლმე ყველა ვიდეოდან. ასე რომ როგორც რას მოახერხებ და რას გადავიღებ, ისე შემოგთავაზებთ. წაველი, მაგრად იყავით.